გამარჯობათ, მივესალმებით ჩემს მაყურებლებს. დღეს ისევ გადავწყვიტე, რომ ხელისუფლებას გავუკეთო პროცეულის უყნები და მივცე აბლი გლუკოზა. ასე რომ ვინც უყურებთ ამ ჩემს ლაივს, ვინც მოგვიანებით შემოუერთდებით, ყველასთან მაქვს ესეთი თხოვნა, რომ აუცილებლად გააზიაროთ ჩემი აღნიშნული გვერდი, გამოიწეროთ ის. თქვენი მხარდაჭერა ამ კუთხით მთავარია. იმიტომ იმ პატარა მიზეზის გამო, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, ეს არის ჩემი გვერდი და ყველას ვთხოვთ გამოიწეროთ. ეხლა მე აქ ნამდვილად არ შემიძლია, რომ ტელეიმედისნაირი ეს მქონდეს, რა ქვია, მოქნევა, საზოგადოებრივი გაშლა, ეგენი ყველაზე ჭუჭყიან ფუსდებენ ამაში. აქ არის ბიძინა ივანიშვილის მაყუთები ორგანიზირებული და ყველა საზოგადოებას ჯერ ართობენ და მე ამ ეგრეთ წოდებულ გართობაში დიდი შხამს უშვებენ და დიდ დეზინფორმაციას და დიდ ტყუილს. ამაში არის სერიოზული მაყუთები მოკაჭული ქართული ოცნების. მე ეგრეთ წოდებული გამправებლები ყავთ ნაყიდი ამ ტელევიზიაზე, ამ კონკრეტულად ეს როჟები არიან. ახლა ჩამოვთვლია მაგათ სახელებს, შეიძლება დიდად არაფრის მომცემი არ იყოს, არც თქვენთვის და არც საზოგადოებისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ იცოდეთ, ვიღაცა ნოე, ვიღაცა მეტრაკი ანრი ჯოხაძე, ვიღაცა ბარიგანა ეს ბადურაშვილი, 9 თაობის ბოზი რო არის თავისი შთამომავლობით და ვიღაცა ეს კუზანოვა ჩამოუყალიბებელია ჯერ ვინა რა არის, რა თემით აწყობილი როჟა. ამაზე ახლა არ განვავრცობ. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ქართული ოცნების ნარკოლოგიური მდგომარეობა. ოღონდ ახლა ამას კლინიკური გაგებით ვამბობ და არა ვთქვათ პერფორმანს ვაკეთებ ან რამე ისე ამონარიც ვაკეთებ ამ კუთხით. ქართული ოცნების ხელისუფლებაში არის ორი მიმართულება, რომელიც არის ნარკოდამოკიდებულობაზე ცალკე და რომელსაც უნდა რომ ამითი ფული იშოვოს. და არის კიდე კატეგორია ჯგუფი ადამიანების, რომელიც ნარკორეალიზაციით ფულს შოუდობს. ეს არის ეგრეთ წოდებული პოლიცია, ეგრეთ წოდებული უშიშროება, სერიოზულად მფარველობენ ნარკოკარტელს ქვეყანაში. თუ ვინმე ზაღა ეჭვი შეგეპარებათ, ერთ პატარა ამბავს გაგახსენებთ, აგერ გაიხსენეთ, ვის უნდა ქვეყანაში ლეგალიზაცია ნარკოტიკის. ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ხო გახსოვთ კარგად. ეს მე ხო არ გამომიგონია, ბევრმა არც კი გაბედოს, რომ დამაბრალოს, რომ რაღაცას ვიგონებ. ლამის მთელი საქართველო ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა სიმახინჯეს, რომ ეს გაეჩერებია, მაგრამ როგორ რანაირად ეს დროებით გაჩერდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინეს, მაგრამ ის ქვედა დინებები არსად არ გაჩერებულა, არავინ არ შემახსენოს და არ მითხრას ახლა, რომ ფონიჭალა მიაქ ნარკოტიკი, ფონიჭალა გელა მთელი საქართველო მიაქ ნარკოტიკებს, აზერბაიჯანის საზღვარი თავიდან ბოლომდე მთელი სადახლოებით იმით ეს არის უზარმაზარი ტრაფიკის წყარო, რომელსაც პირადად აკონტროლებს ივანიშვილის ყოფილი მცველი, ის კისტის თოფებით რო ანგრევდა მერცხლის ბუდეებს, გომელაური და უშიშროების მინისტრი, ის ბარათებს პლასტიკური ბარათების გამცემი რო იყო ქართული ოცნების დღევანდელი უშიშროების მინისტრი როა და ადრე ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართულს, ეგრეთ წოდებული პლასტბარათების დამზადებელი. ეს ადამიანები სერიოზულ თანხას შოულობენ ამითი და ეს ფული შემდეგ გიდება არჩევნებში. ახლა ეს თემა არ არის მათი გამოგონილი, ეს ნაცებმა როგორც სისტემა დაახვედრეს, ასე და ეს სისტემა აითვის ეს ახლა კარგს კი არ გააკეთებენ, რამეს აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მაგათ ძალაუფლების შენარჩუნებას ხელს უწყობს და მეც არაფერს. ნარკოკარტელი იზრდება ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის 30% ახალგაზრდობის ვამბობ. ახალგაზრდობის ცალსახად არის ნარკოდამოკიდებული უკვე აი ამ საზიზღარ საშუალებებზე რა. მე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვინც ამ წამალს იძლევა, ეს არის უცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვა. ეს ხო არ არსებობს ახლა ბუნებაში ნარკოტიკი და ნარკოტრაფიკი კი არა, ჩიტი ვერ გაიჭეჭანებს თუ სახელმწიფოს არ უნდა. ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოები არიან, რომლისგანაც გადმოდის ეს საზიზღარი
ნარკოტიკული საშუალებები ჩვენს ტერიტორიაზე. თავისთავად ისინი არიან მაკონტროლებელი ამისი, უშვებენ ჩვენ ქსელში ასეთ სისაზღვრეს და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ შეცვალონ ამ ნარკოტიკის ხასიათი და გამოიწვიონ ანუ სხვა ბიოლოგიური ქცევები შეცვალონ საზოგადოების ქცევითი ხასიათი. ისედაც ნარკომანის ქცევა მაინდა-მაინც დიდად ადეკვატური არ არის ბატონებო, მაგრამ ზოგადად ისეთი ფორმები შეიძლება ამან მიიღოს, ეს არის ლაბორატორიულად დამუშავებული ყველაფერი, რომ ამას შეიძლება მოყვეს საზოგადოებრივი განადგურება და სერიოზული არეულობა მოყვეს ფსიქონერვიული და მორალური მოშლილობა მოყვეს ამას მასობრივი ქვეყანაში. წესიერ ქვეყნებში საერთოდ არსებობს ფსიქოლოგიური თავდაცვის კომიტეტები, რომლებიც სწავლობენ სხვადასხვა საფრთხეებს თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის, ფსიქიური მდგომარეობის და კეთილყოფის შენარჩუნებისთვის, მაგრამ ახლა საქართველოში ფსიქომორალური მდგომარეობის შენარჩუნება კი არა და ეგზისტენციალური პრობლემები არის, ვინ როგორი არსებობს და როგორ ჩაიდოს ლუკმა პირში ან ამაზე ახლა ლაპარაკი მრცხვენია რა, მაგრამ რეალურად ეს ასე არის. ჭეშმარიტად ეს ასე არის, მხოლოდ ორ კატეგორიას აქვს იმის საშუალება კონდეს არსებობის უფლება, ეს არის ვინც არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და არის ქართული ოცნების წევრი. სხვა ადამიანი ადამიანად არ ითვლება. სხვა ადამიანი ითვლება რაღაც არავის ხალხი. შეიძლება ესე დაარქვა. არავის საზოგადოება. მათი ინტერესები არათუ მთავარია, მათი ინტერესები არის ტუალეტის წყლის ტოლფასი. დამიჯერეთ რასაც გელაპარაკებით. თქვენზე გული არავის არ შეტკივა, დღეს საერთოდ რომ ამოიშანთოთ ქვეყნიდან და სხვაგან გადაბარგდეთ, ეს არავის არ შეაწუხებს. არანაირ ფორმაში ეს არ შეაწუხებს. ეხლა დღესდღეობით მიდის იმაზე მუშაობა, თუ როგორ შეიძლება მოახდინონ ვთქვათ იმ პროცესების რეგულირება, რომ მეტი ნარკოტიკული საშუალებები გახდეს გამტარი ჩვენი ტერიტორია. აი ამაზე მიდის ძირითადად, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორია არა მარტო აზერბაიჯანიდან იღებს წამალს, ეგრეთ წოდებულ წამალს, არამედ ჩვენი ტერიტორია გამტარი არის ირანიდან ნარკოტიკული საშუალებების. მე მხოლოდ ჯერჯერობით ნარკოტიკებზე მაქვს ლაპარაკი, თუმცა არის სხვადასხვა ტვირთები, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ზვირად ღირებულია ვიდრე ნარკობიზნესი. თქვენ წარმოიდგინეთ არის ასეთი ტვირთებიც. სამხედრო დანიშნულების ტვირთები, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ბევრი პრეცედენტი იყო, მაგალითად, როცა ურანიუმით ვაჭრობა ხდებოდა ჩვენი ტერიტორიის გავლით და ამას ფარველობდნენ პოლიტიკოსები, როგორც არის აგერ ბურჯანაძე და ბევრი მისნაირები. და მიშა სააკაშვილის დროს და ახლა რა თქვენ გონიათ, ეს არ მოხდება იმის დროს, ივანიშვილის დროს და დიდი სინდის ნამუსი აქვს ამ ადამიანს და ამაზე ხელს არ მოაწერს. ჩვენ არ აქვს საერთოდ არ აქვს საზღვრები დაცული პირველ რიგში. ის რომ სახელმწიფო ინტერესიც რო იყოს ჩვენგან გამოვლენილი სახელმწიფო ინტერესი რო იყოს აი ამ ყველაფრის კონტროლის, საზღვრები მაინც არ არის ისე დაცული, რომ აი საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. საზღვრებზე არ არის ბიოლოგიური თავდაცვის ელემენტები, არ არის ქიმიური თავდაცვის ელემენტები, არაფერი არ არის საერთოდ. რაღაც ერთი სკანერი აქვს ნაყიდი, დოკუმენტებს თუ შეხედავენ, იქ რა ხდება, როგორ ხდება, ვინმეს იარაღი ხო არ გადმოაქვს და ალბათ კინოლოგების რაღაცა ფორმალური სამსახური თუა დაასხივონ, დაასუნიონ რაღაცა და მორჩათ. ესეც იმიტომ, რომ პოლიციას არ გაუჩნდეს კონკურენტი წამლის გაყიდვაში. და ეგრეთ წოდებული პროგრამა, რომელიც ნარკომანებზეა გათვლილი და თითქოს მათ მკურნალობაზე და ასე შემდეგ ეგრეთ წოდებული ჩამნაცვლებელი წამლები როა მე არ ვასახელებ, არ მინდა მაგათი ხსენება. ეს ყველაფერი კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არათუ შეესაბამება ცივილური სამყაროს სტანდარტებს, არამედ მიმართულია იქეთკენ, რაც მეტი ადამიანი უნდა იმდენი გაანადგურონ. ან ვინც უნდა უფრო მეტი დაიმორჩილონ მაგითი.
ეს არის ძალიან კრიტიკული მოვლენა. ძალიან კრიტიკული მოვლენა და მე გეუბნებით თქვენ, რომ უახლოეს მომავალში ამ 30%-ის ახალგაზრდობის 30%-ის 15% საერთოდ მოსპობენ. საერთოდ მოსპობენ. იმიტომ რომ ის ქიმიური მინაერთები, რომლითაც ეს ბინძური წამალი მზადდება, ის არ არის იქეთკენ გათვლილი, რომ იმ მაღალმა ეშელონებმა და ფენებმა მოიხმარონ, როგორცაც სააკაშვილი იხმარდა და მისი გარემოცვა. ეს გათვლილი არის მხოლოდ და მხოლოდ ფსიქონერვიულ დესტაბილიზაციაზე ჩვენი ქვეყნის და ახალგაზრდობის განადგურებას. ძალიან ბევრი სორტიფიკაცია აქვს ამ ყველაფერს. მე არ მინდოდა ამ ბლოგის გაკეთება, მე ნაკლებად ვეხები ესეთ თემებს, მაგრამ ეს იმდენად უკავშირდება საქართველოში ყოფა ცხოვრების ნორმალიზებას და იმ გონივრულ რეალურ წარმოდგენებს, რომელსაც ასე მოწყვეტილია მთელი ერი და მთელი საზოგადოება, რომ ამაზე ლაპარაკი ღირს. აი მაგალითად არ გიკვირთ, რომ აი რატო ხდება, რომ კაცო ქართველებში და ქართველ ხალხში ამდენი ახალგაზრდები გამოდიან ამ და ასეთი ფორმით, ასეთი მასით და მხარს უჭერენ ისეთ უსახურ ადამიანებს, როგორიც არის თქვა შვილდაძეები და ასე შემდეგ, ხო? რატო ხდება ეს? არ გიკვირთ? აი მე გიხსნით თქვენ რა ხდება სიამბილეში. ეს ახალგაზრდები, რომლებიც აი ამათ მიერ შექმნილ კლუბებში, ბასიანებში, იქ მიწისქვეშა გვირაბებში და ათასუბედურებებში დაძრწიან და დადიან, ახალგაზრდული ბუნებაა ესეთი, რომ ახალგაზრდობის ასაკში ადამიანი ეძებს თავგადასავლებს ამის გულისთვის, ახლა ახალგაზრდას ვერ გაკიცხაო. როცა სახელმწიფო არ დგას კონტროლზე, როცა განათლების სისტემა არ არის სათანადო, როდესაც მშობელი ვერ იძლევა იმხელა ანაზღაურებას ფსიქომორალურს, ინტელექტუალურს, ხო? ახალგაზრდა ებმება იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობს და მაინდა-მაინც საქართველოში დადებითი გარემო არ არის. მოხვდა თუ არა ის ეგრეთ წოდებულ ამ გვირაბში ან ნარკოაღმზრდელ პუნქტებში, მე მაგათ ასე დავარქვი, იქ იწყება უკვე მისი გარღვნა. არიან კატეგორია საქართველოში ჩანერგილები, რომლებიც ახდენენ ახალგაზრდობის გარყვნას. როგორ არსებობს ეს ნარკობიზნესი, მარტო იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თქვა, ვინც ახავს მომხმარებელი, არა. არამედ არის კატეგორია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობის ჩათრევაზე ამ საქმეში. და არის მაგალითად უშიშროების ინტერესი, რომ გარკვეული წრეები პატიოსანი ხალხი ჩათრეული იყოს ამაში, იმიტომ რომ მათი პერსპექტივაში მათი გამოყენება გინდა პოლიტიკური მიზნით, გინდა კომპრომეტაციის მიზნით, გინდა ათასი სიმახინჯის მიზნით, მე მათთვის საჭირო გამოსადეგია. ამიტომ ესეთი აი მაგალითად ხდება ესეთი უბედურებაც, რომ შვილს ითხრევენ ახდიან ნარკომანს, იმიტომ რომ მამაზე აქვთ გათვლა, ან დედაზე აქვთ გათვლა, ან მამის ან დედის ბიზნესი აქვთ გათვლა, ან ასე შემდეგ რა. ესეთი სქემა რეალურად ფუნქციონირებს ქვეყანაში. და ნუ ამ ყველაფრის მერე არსებობს მეორე მხარე, როდესაც როგორია ხა შვილს რო ჩაგითხრევენ და გაგირყვნიან და გაგიჩათლახებენ და გაგიუბედურებენ და მე მოდის ვიღაცა შენთან და ვაჭრობს რაღაცა მატერიებით, რომელი მატერიალური ქონება შეიძლება იყოს, თქვა შვილზე მეტი ძვირფასი დედისთვის ან მამისთვის, ხო? წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა. ამიტომ ესეთი სენსიტიური თემებით, რომელიც 100%-იანი გარანტიით იძლევა შედეგს, მუშაობს ეს გახრწნილი უწყება, რომელიც გეგმავს საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნას ძალიან დიდი ხანი. მანამდე სამ თქვენი შვილები და შვილიშვილები არ დაბერდებიან. აი რა უნდათ რა არის მათი გამიზნული დამოკიდებულება. და რა არის მთელი არსი მაგათი ყოფის. მთელი უბედურება რა არის, იცით? ეს ჯგუფები მომზადებულები არიან ადამიანი, რომელიც პირველად შედის ამ ნარკოსფეროში, მას არიჭერენ, თავისთავად ყველაფერი პოლიციამ კარგად იცის, მას მიაღებიებენ ნარკოტიკს, ჩაითრევენ, აკიდებენ ეგრეთ წოდებულ ლომკას, გამოძარცვავენ, გამოძალავენ, მიყიდიან მას ნარკოტიკს, მაქსიმალურად ამოუღებენ თანხებს, იქნება ეს წარმატებული ემიგრანტების, როგორ უნდა დავარქვა ხა იმათ, წარმატებული ემიგრანტები.
ემიგრანტების შვილები იქნება თუ ვინ იქნება რა, რომლის მშობლების ფულს შეულობენ საქართველოს ძალიან ბევრი მშობელი დამიკავშირდა, ძალიან ბევრმა მშობელმა მკითხა აზრი, რომ ისი შვილი მოხვდა ციხეში ნარკოტიკების გულისთვის, რომ რა თქმა უნდა სტანდარტული საუბარი რომ მათ ესეთი შვილები არ გაუზდიათ, მაგრამ მოხდა ასე, რეალობა ფაქტია. ვერავინ ვერ ცვლის ამას. საქართველოში მიმდინარეობს ქართველი ერის გადაშენება, ფსიქოლოგიური მოსპობა, იქნება ეს ნარკოტიკები, ეს ერთი ასპექტია კონკრეტულად, თორე ის რომ დედები შვილებს ტოვებენ და იძულებული არიან წავიდნენ ემიგრაციაში და იმუშაონ იქ და უგზავნონ მერე ეს ფული თავიანთ შვილებს და მერე უპატრონოთ ყველანაირი მორალის გარეშე დარჩენილი შვილები გასართობად ამ თანხებს ნარკომანიაში დებენ, ეს არის სახელმწიფო პრობლემა, ეს ვიღაცა ოჯახის კერძო პრობლემა კი არ არის. ესაა სახელმწიფო პრობლემა. იმიტომ ამას აქვს სისტემატიური სახე. და ასე იქნება ჯგუფი. მერე იქნება გვერდითა სოციუმი და შემდეგ იქნება ბრბო. იმიტომ აი ამ ეშელონებს რაც ჩამოვთვალე, აერთიანებთ ერთი ქსელი. ამას ქვია ნარკოქსელი, რომელსაც კურირებს ნარკოდილერი. ამას ქვია პოლიტიკური ნარკოტიკი. პოლიტიკური ნარკოტიკის მეშვეობით ხდება ამ ქსელის მართვა. ჩვეულებრივ ადამიანს ნამდვილად შეიძლება არ გაუხარდეს სადმე ადგომა და წასვლა, მაგრამ ადამიანს, რომელსაც აქვს მოთხოვნილება, მიზიდულობა, ადამიანს, რომელსაც აქვს დამოკიდებულება ნარკოტიკის მიმართ, ის გულგრილი ვერ დარჩება ვერასდროს, დღის ნებისმიერ მომენტში, დროის ნებისმიერ სივრცეში, რომ მას მიაწოდონ სიამოვნების საშუალება და მან ამაზე უარი თქვას. ამიტომ ეს ადამიანი ხდება იმ ქსელის თანამონაწილე, რომელსაც ჩვენ უყურებთ ტელევიზიებით და ჩვენ უყურებთ მხოლოდ ერთ მხარეს, ერთადერთი რაც უფრო ახლო მიდის ეგრეთ წოდებული კამერები, მათი სახეები უფრო ვიზუალურია და უყურებთ მათ ქმედებას არაადეკვატურს, გაბრუებულს, სულწამხდარს და წაშლილს. და რა მორალით და რა ლექსიკით და რა დამოკიდებულებით ხდება, ხო, მათი საზოგადოებრივი ურთიერთობა. არ აკლებენ არაფერს. აი, რა არის სახელმწიფო პრობლემა და რა არის რეალურად პოლიტიკური ნარკოტიკი. თორე ნარკოტიკს კაცო სამედიცინო დანიშნულებით ძალიან სერიოზული მისია აკისრია და იმას ართმევს მედიცინა თავს წლებია უკვე ეგ რო არ არსებობდეს ბევრ ადამიანს ტკივილების გაყუჩება არ იქნებოდა და ასე შემდეგ ბევრ კეთილსინდისიერ ადამიანს მე ვიტყოდი ასე. ამიტომ ჩემო კარგებო გაიაზრეთ სწორად, როდესაც თქვენ შვილებს ვინ საქართველოში ცხოვრობთ, მიაბარებთ ამ ეგრეთ წოდებულ ნარკოაღმზრდელ პუნქტებს. ან შემთხვევით იქ მოხვდებიან. რა შეიძლება იყოს უახლოეს 3-4 ვიზიტის შემდეგ იმ ადგილზე. ახალგაზრდა ცნობიერება ძალიან მარტივად ებმება ამ ყველაფერში. აი მაგალითად გეტყვით, ერთადერთი აღნიშნული კლუბის უფროსი ბასიანის იყო მიხეილ სააკაშვილის გენერალური შტაბის J1 დეპარტამენტის უფროსი, ეს არის კადრების სამსახურის უფროსი. ეს ხო არ არის პატარა თანამდებობა, ანუ მთელი არმიის კადრების სამსახურის უფროსი იყო ამ ნარკო კარტელის ერთ-ერთი ყანდური. საიდან ხდება ეს? კაც რომელსაც პირდაპირ ბმა ჰქონდა ავღანეთთან და ქართული ჯარი იცით ხო ავღანეთში დადიოდა. მე ახლა არ გავშლია ქრისი გულისთვის. ეს არ იყო ქართული ინტერესების გულისთვის, მაგრამ იქედან ვიღაცა ეზიდებოდა ნარკოტიკს. და ამარაგებდა ამ კლუბებს იმისთვის, რომ საერთოდ ყველაფერი ყველგან ყოფილიყო ხელში. და მიხეილ სააკაშვილის დროს ძალიან სერიოზულად ხდებოდა ნარკოტიკების ჩადების თემა, ეს ძალიან სერიოზული რაღაცა იყო. ასე არის ქართული ოცნების დროსაც. გულახდილად გეტყვით ამას, ეს არ არის პატარა მოვლენა და დილემები როგორი აქვს ახლა გეტყვით, თუ შეხედეს ვინმე პოლიტიკურად აქტიურია,
იწყება მისი კომპრომეტირება, როგორ ახლა იმ წუთას კი არა. ჯერ რა თქმა უნდა ეს ადამიანი წააგებს. იმიტომ რომ საქართველოს თუ ვინმე პოლიტიკაში არის და თუ ვინმე იმარჯვებს მით უმეტეს ამ პლატფორმაზე, ის კი არ იმარჯვებს ფული, მხოლოდ და მხოლოდ ფული. და მხოლოდ და მხოლოდ ფულში უყურებს ქართველი ძალაუფლებას. ერი რა ეს დარჩენილი ელემენტები, კონგლომერატი. ერი სად არის? ერი არ არის ისა ალბათ უფრო ბრბო, ერი აღარ ცხოვრობს უკვე საქართველოში ქართველი ერი. და უფლება წარწმუნებული საზოგადოება. მე ასე დავყოფთი ამას. ხო, აი ესეთი მომენტებია. შემდეგ იწყება მეორე ეტაპი. შეხედავენ ადამიანს. აუ ეს კაცია? ამას საყვარელი? საყვარელი თუ არა, იქნება პედერასტია. ხა თუ არც პედერასტია და არც საყვარელის არ იკარებს ირგვლივ ამგანი შეგზავნის, მაშინ უკვე შეხედავენ და აბა ბიჭო იქნებ ჯართან თუ აქ შეხება, მაშინ მოდი იარაღი ჩაუდოთ. ყველაზე უფრო ახლოსა თუ არც ჯართან აქ შეხება, არც იარაღთან აქ შეხება, არც ამ საყვარლებს იკარებს, არც პედერასტია, ხო, მაშინ ადგებიან და ჩაუდებენ ნარკოტიკს. აუ რომ მარტივად და ეს მე პროპაგანდონები ესენი ამათი დაიწყებენ ლაპარაკს, რომ აუ ეს ნარკომანია, მაგას სახში დათესილი ქონდა პლანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყველაზე მცირე აქედან გამოიძერწება ადმინისტრაციული პატიმრობა, ასე ვიტყოდი, პრობაცია და ატარებენ 1-2 წელიწადი ხელმოწერაზე და ეყოლებათ ასე რა პროკურატურის ჩმორში ადამიანი განახული. და ეტყვიან მე ნებისმიერ დროს აი ცოტა გიკლია და ციხეში ხარ რა. აი ესეთი მეთოდებით მუშაობს ქართული ოცნება. ასე დამართეს ჩემ ბიძაშვილს უპატიოსნეს ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩემ უახლოეს ახლობლებთან ერთად პოლიტიკურ ცხოვრებაში ნარკოტიკს არ გაკარებია, არ სვამს საერთოდ. ნარკოტიკზე ზედმეტია ლაპარაკი. სვანეთის მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს. მიყრუებულ სოფელსა და დედასთან ერთად მარტო ამუშავებდა თუ ვინმე ქართულ მიწას ამუშავებს ხალხს. მიადგნენ. რა თქმა უნდა იქ აიტანეს ეს ეგრეთ წოდებული მოსაწევის საშუალება და დაუდეს და წაიყვანეს მერე და აბა თქვი ახლა ან შენია ან დედა შენის ახლა რომელი კაცი იკადრებს ამას რომ თქვას რომ დედა ჩემისაა ეს და ამიტომ იძულებული გახდა ეთქვა რომ ჩემია. შეამოწმეს ტესტზე, რა თქმა უნდა, არ ამოვარდა და ადვოკატები კიდე გაბოზებულები, სუსისგან მიგზავნილები, ჩათლახები, მამაძაღლები, საქართველოში ხო ერთ-ორ კაცს ნახავ, ალბათ ადვოკატად ნორმალურს. ახლა შენ თუ ამაზე ხელს არ მოაწერ, მე 3 წელიწად ჩაგაჯერიან და ასე შემდეგ. აი სინამდვილეში რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ ქართველები. და რა ვითარება გვაქვს ჩვენ ქართველებს და სად მიდის ჩვენი შვილების გზა. მიდის აქედან. მე იძულებული ხდება ადამიანი, რომელიც ამ სისტემას არ დაემორჩილება, არ აქვს სრული ბუნებით არ არის მიდრეკელი იქეთკენ მონობისკენ, დატოვოს ეს ქვეყანა და შეუერთდეს მარადიულ საქართველოს აგერ ან ემიგრაციაში, ან შოკვაინც ის კიდე სად. აი ამის თქმა მინდა მე და ის შავი ფული, რა თქმა უნდა, რომის ბრუნვაც რამოდენიმე მილიონია, ათეულობით მილიონი, მე ვიტყვი ამას. თვიური სახე აქვს ამას მიღებული. წლიური კი არა, თვიური ბრუნვა აქვს ამ ნარკო რეალიზაციას საქართველოში. აი ეს ათეულობით მილიონი და ასეულობით მილიონიც მიემართება დაფინანსებაში არჩევნების მოსყიდვაში ხალხის დაშინებაში არალეგალურ გაძღობაში და ბიძინა ივანიშვილი იხდის თავის ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ამას არაფერს ბიძინა არ აფინანსებს. ერთი ფული ეს იყო რაც გაწირა 2012 წელს რომ ვინუჯდენში უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში და всё. გაგიჟდებით. სავსეა საქართველოს ძალოვანი უწყებები ნარკომანებით. პოლიციაში, ჯარში, ეგრეთ წოდებულ სიპებში, მერიაში. ეს ეგრეთ წოდებული
ნარკოტესტების სამსახურში მიღებაზე ესენი ძალიან ბლეფად კეთდება. სხვისი შარდით მაგალითად. სხვისი შარდი მიაქვთ. ვიზეც უნდათ ამ ვიდეო კონტროლს ცვლიან და ასე შემდეგ. საქართველოში ყველაფერი მოსულა. ყველაფერი ყალბდება ქვეყანაში. არჩევნები ყალბდება და ახლა ტუალეტში როგორ ჩააფსამ აპატიეთა იმას ვერ გააყალბებენ. თან კამერა პირდაპირ ფალოსე კერ გიყურებს მაგ დროს. ზურგში გიყურებს. ამათ ჩადებული აქვთ. ეგრეთ წოდებული სითხე და ასხამენ. იქ იმ მომენტში და თავდება ამით ყველაფერი 1000 მეთოდიკა აქვთ იმისი, რომ საკუთარი სასურველი კადრები მოიყვანონ და დანიშნონ იქ სადაც საჭიროა. და ესეთი ნარკომანები 2008 წლის ომის დროს იტაცებდნენ იმ მორფიუმის მარაგებს შეერაღებული ძალების სამედიცინო განყოფილებებიდან, რომელიც ენზეზე აქ სამხედრო ნაწილებს. და ესეთი დანაშაულები დღემდე არავის არ მოუკლევია და არავის არ შეუხედია ამისთვის. ფაქტიურად ნარკოტიკი არის ერთ-ერთი სერიოზული ასპექტი ქართული ოცნების პოლიტიკური ძალაუფლების. ეგენი არიან ნარკობარონები. შემიძლია ასეც გითხრათ. პირველი ამოცანა ქართული ოცნების და მისი პროპაგანდონური სამსახურის არის ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების წესთან, ბრძოლა სპორტსმენებთან, შეერაღებულ ძალებში საერთოდ ამოგდებულია ფიზიკური მომზადების მიმართ ვექტორი. ჩარს ფიზიკურად არ ამზადებენ, არ ჭირდებათ. როცა ყველა ქვეყანა იღწვის იქეთკენ, რომ არათუ სამხედრო და ძალოვანი უწყებები წაიყვანონ ამ მიმართულებით, ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა ამისკენ არ ზრუნავს. არ ჭირდებათ ეს. არ არის მათთვის რელევანტური საკითხი. არ აინტერესებთ მაგათ როგორ იცხოვრებს ჯარი და რა ამოცანები ექნება და რა ისინი ექნება, რა ქვია. დღის წესრიგი ექნება. რა საგანწესო ცხოვრების არსი ექნება. მათთვის არის მთავარი ის, რომ მაგალითად ქართული ოცნების დეპუტატს ვიღაცა გია ვოლსკის დროზე მიუტანონ ნარკოტიკის სახლში. და გაიჩხერს ნარკოტიკის გადაყვლიფავს იმ დებილ თვალებს და არის ამით კმაყოფილი. აი ეს არის რეალობა. ქართული ოცნების სხვა დეპუტატებიც არიან ნარკოდამოკიდებულები და დამოკიდებული მაგალითად არის ეს იცის ბევრმა და მაგალითად იმ დონის ლომკებში არიან მე აი საგანელიძე მაგალითად იცით თუ არა მე ხა დიდად მაგის მიმართ კეთილად არა ვარ განწყობილი მაგრამ საგანელიძე იყო ერთ-ერთი პიროვნება რომელიც ასულიერებდა წაქცეულ გიავოლსკის პარლამენტის კულვარებში იმიტომ რომ ლომკა წამალი უნდოდა ვენაში გასაშვები ერთმანეთს მე უნახავენ ამ სინდის ნამუს სხვადასხვა გარიგების საფუძველზე აი მაგალითად ქართული ოცნების ერთ-ერთი ლობისტი გოგა ხაინდრავა გათახსირებული ნარკომანია ერთ-ერთი კარტელის ხებძღვანელიც შეიძლება იყოს ქართული ოცნების ასე შეიძლება დავარქვათ ხო და მოკლედ ეს ადამიანები თან მორალისტობენ ხელისუფლების სახელით თან მართავენ ქვეყანას ნარკოტიკებით და თან კიდე კანონმდებლები არიან ფაქტიურად ეს ქვეყანა არის სრულთა ქვეყანა, ჯელსომინოს ქვეყანა არის, რომელსაც მართავს ჯაკომონი, ბიძინა ივანიშვილია ჯაკომონი, ცნობილი იტალიური მას მაგონებს, მართლა ყველაფერი ბევრჯერ მithქვია და ბევრჯერ გამეორება მას. ჯელსომინო სრულთა ქვეყანაში არის ესეთი სატირული, ვითომ საბავშვო, მაგრამ ამეტანი არა საბავშვო ნაწარმოები ჯელსომინო სრულთა ქვეყანაში. სადაც ტყუილი არის სიმართლე და სიმართლე არის ტყუილი. ექვივალენტურად არის ასე. მაგრამ დაგიჭერენ მაღაზიაში თუ ფულს თუ მიხვალ და პურს იყიდი ნაღდი ფულით, იმიტომ ყალბი უნდა იყოს ყველაფერი. აი ესეთი დონის წესი შემოვიდა ჩვენთან. ესეთი დონის ცხოვრება გვაქვს ჩვენ ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ამ ჩემს ბლოგს უყურებთ, გამოიწერეთ ეს არხი. ჩემი ერთადერთი მიზანი არის დავამარცხო ქართული ოცნების პროპაგანდონული სამსახური. ყველაზე დიდი ბოროტება, ექვივალენტი საქართველოში ნარკოტიკული სიმახიჯის, ეს არის ქართული ოცნების პროპაგანდონული სამსახური. გმადლობთ ყურადღებისთვის. დღეისთვის მე საკმარისად ვისაუბრებ, ასე რომ მომავალში